მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ყველგან იქნება წარმოდგენილი, სადაც მისვლას შევძლებ, მაგრამ ჩემი ძირითადი მუდმივი ადგილსამყოფელი არის საქართველოს და მე არსად ვაპირებ რომ წავიდე. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ ძალიან კარგი განწყობა, რადგან პარტნიორები ხედავენ რა გამძლეობით და რამდენი დღე დგას ქართველი ხალხი ქუჩაში. მისი განცხადებით საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რომ პარტნიორებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან საუბრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთი ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ სტრატეგიას აქტიურად იყენებს. მისი განმარტებით პარტნიორებს აუხსნა, რომ ეს არის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც მხოლოდ საქართველოზე კი არ ვრცელდება, არამედ სხვა ქვეყნებზეც. პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული ზონდაჟ ჯგუფი დაახოტრეს. როგორც ინტერპრეს ნიუს პარტიაში განუცხადეს წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფილ შეძახილებს. ასევე გახარიას და მის თანაგუნდელს კვერცხები ესრულეს. ისტერიაში მყოფი მოძალა და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული. ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა. აცხადებენ პარტიაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. საქართველოსთან კონფერენციაზე ასევე მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო მიწვეული. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსის ინფორმაციით უკანონოდ დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალას შეხვდა. ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი X-ზე აქვეყნებს. შეხვდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალას და გადავეცი ქართული მედიის წარმომადგენლების მოწოდებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის შესახებ. ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია საქართველოში არსებული კრიზისიდან. წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. დიდი ბრიტანეთის საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა: ბადრა გუნბა, ათგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ათგურ ხურხუმალი. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ათგურ არძინბა დაუპირისპირდებიან. სავარაუდოდ პარასკევის ხდომაზე მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე. მინდა ყველა ის პირი, ვინც იქნება მოწვეული ჩვენი კომისიის წინაშე, მკაცრად გავაფრთხილო. არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თია წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კერძოდ, წულუკიანის განმარტებით 21 თებერვლის ხდომაზე სავარაუდოდ მოწვეული იქნება ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც 2005 წლის მარტში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე იყო. ასევე ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა და ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც წულუკიანის თქმითვე მრავალი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური მოჰყარეს. მისივე თქმით, 21 თებერვლის ხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, ხოლო აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შემდეგ კვირაში მოხდება.
ბათუმში ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ ინტერპრეს ნიუსთან საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. მისი თქმით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, რომელიც კუსტარულად იყო მოწყობილი და იქ კანალიზაცია ჩაედინებოდა. ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა შემთხვევა. ბავშვები მეზობლები იყვნენ, ორივე პროზექტურაშია გადასვენებული. აღნიშნა მან. არსებული ინფორმაციით ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით თხრილი, რომელშიც ბავშვები ჩავარდნენ, წყლით იყო სავსე. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრე წულაძის თქმით, ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 2 არასრულწლოვანი სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია. ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითა და თანადგომას უცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, აცხადებს წულაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე 2019-2024 წლების ადმინისტრაციული პატიმრობის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც აიას თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, სტატისტიკა წლების მიხედვით მზარდია. უფრო კონკრეტულად, ნონა ქურდოვანიძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 2019-2024 წლებში ადმინისტრაციული პატიმრობა ჯამში 7642 პირს შეეფარდა. როგორ იზრდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი წლების მიხედვით? 2019 წელი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 901 პირს, 2020 წელს 662 პირს, 2022 წელს 620 პირს, 2022 წელს 1707 პირს, 2023 წელს 1961 პირს, ხოლო 2024 წელს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 1791 პირს, წერს ნონა ქურდოვანიძე. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა სურს. ჰილის ინფორმაციით ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა სურს პუტინს, ვფიქრობ, მას სურს შეწყვეტოს ომი. მე ამას ვხედავ. დიდხანს და სერიოზულად ვისაუბრეთ. სტივ უიტკოფი მასთან იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვეტოს ბრძოლა, აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, რუსეთს ძლიერი საბრძოლო მანქანა აქვს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს. უკრაინული მედიის ცნობით შესაბამისი განცხადება შოლცმა NTV-ზე გააკეთა. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგან მას აქვს ხმის უფლება კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე და რომ არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე ან უკრაინელების აცილებით. ჩვენ როგორც ევროპელები ამას არ დავუშვებთ. ასევე არ მივცემთ არავის უფლებას დათანხმდეს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს, აღნიშნა შოლცმა. საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების უბრალოდ მასპინძლობაზე მეტს გააკეთებს და მხარეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს. ამის შესახებ CNN-ს საუდის არაბეთის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ამასთან CNN-ს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებების სამშაბათს დაიწყება. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი მიემგზავრებიან. მოლდოვის საჰაერო სივრცე კიდევ 2 უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. როიტერსის ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა. გამოცემის ცნობით მოლდოვის მთავრობის პრესპიკერმა დანიელ ვოდამ დრონების წარმომავლობა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას ადგილობრივი დროით დაახლოებით 23 საათზე მოხდა. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობა სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი 7 წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი 1. უამიდობის გამო კენტუკში 39000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.